გამოიწეროთ არხი. ერთი ქვეყნის მეფეს ულამაზესი გოგონა ყავდა. ისეთი თეთრი იყო, ფიფქია დაარქვეს. მეფეს ცოლი გარდაეცვალა და კვლავ დაკორკინდა. დედინა ცვალი ძალიან ლამაზი, მაგრამ ბოროტი ქალი იყო. თან თურმე დადაქრობაც შეეძლო. სარკესთან იჯდა და სარკეს ეკითხებოდა. ვინ არის ქვეყნად თემზე ლამაზი? სარკე კი პასუხობდა. შენ დედოფალო, შენ ხარ ლამაზი. ფიფქია გაიზარდა და ერთგალად დედოფალმა სარკეს კითხა, ვინ არის ქვეყნად თემზე ლამაზი? ფიფქია არის ყველაზე ლამაზი, ვიდრე შენ, ეგრე უპასუხა სარკემ. დედოფალი გაბრაზა, დაიბარა მონადირე და უბრძანა, გოგონატყეში აიყვანე და მოკალი. მონადირე კეთილი კაცი იყო, შეეცოდა ფიფქია და გაუხსნა. გოგონატყეში დადიოდა აქეთ-იქით, არ იცოდა სად მიდიოდა. პატარა ქოხში მიადგა, არი ღია დახვდა. შიგნით შევიდა. ქოხში ყველანი ვთია. დედიმ პატაიო. ფიფქიამ იფიქრა, ალბათ ამ ქოხში ბავშვები ცხოვრობდნენ. მერე იქაურობა დაალაგა აქეთ-იქით. საჭმელი გააკეთა და მალევე თავედინა. თურმე ამ ქოხში 7 ჯუდა ცხოვრობდა. საღამო სახლში დაბრუნდნენ და სტუმარი დახვდათ. თავიდან ძალიან შეეშინდათ. ფიფქია რომ დაინახე, თქვეს, ისეთ ლამაზმა მგოგომ, რა უნდა დაგვიშალოსო? ხოდა ფიფქია, ჯუდების ქოხში ნაიტბო ცხოვრება. სახლს ალაგებდა ყველაფერს. ჩატკნებს აკეთებდა და საღამოს ჯუდების დაბრუნებას მოუთველოდა. ბოროტმა დედოფალმა გაიგო, რომ იყო ფიფქია ცოცხალი. ბოროტი დიდაბერი გახდა, ჯიბეში უწამდული ვასლი ჩაიდო და ფიფქია ჯებდა დაიყო. ბალე გოხსად მიანგონო. ფიფქიას მილად დაელაპარაკა და მოწამული ვაშლი მეჩა. ფიფქია ბასტი შეტანა, გონება დაკარგა, დის წაესა. საღამოს ჯუდები დაბრუნდნენ. დარი ფიფქია რო ნახეს, წირილით გასკდნენ. ფიფქია ბროლით ყუბოში ჩაათრინეს და ტყეში დაასვენეს. გავით ბევრი ხანი. ერთხელ ამ ტყეში პრინცის ანადირო დადიოდა. შეაჩნა ბროლის ყუბო. მიუახლოვდა. ფიფქია ისეთი ლამაზი იყო, ვერ მიტნა და უცებში აკოჩა. ფიფქია მაშინვე გათუჩხდა. პრინცმა უშვენერესი გოგონა სასახლეში წაიყვანა. დაქორწინდნენ და დიდხანს ბედნიერად ცხოვრობდნენ. ის ზღაპარი დაშვრდა ფიფქიაზე. თხოვთ გამოიწეროთ არხი. Bye banana. თხოვთ გამოიწეროთ არხი.